გამარჯობა. ამ ვიდეოში გესაუბრებით ინტერნეტში ყველაზე გავრცელებულ და აქტუალურ ჩელენჯებზე. Cinnamon Challenge. Cinnamon Challenge არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინტერნეტ ჩელენჯი, რომელიც შექმნის დღიდან მალევე ვირუსივით მოედო მთელ მსოფლიოს. ამ ჩელენჯის არსი მდგომარეობს შემდეგში. მომხმარებლებმა უნდა წაისვან ერთი სუფრის კოზი დარიჩინით უჩებზე, იმდეღანს, რამდენსაც შეძლებენ. თუმცა არსებობს ალტერნატიული ხერხიც, რაც გულისხმობს სავსე კოზი დარიჩინის შეჭმას ერთი წუთის განმავლობაში წყლის მიუყოლებლად. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ჩელენჯი ძალზედ სახიფათო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიდი რისკების მატარებელია, რადგან დარიჩინი აშრობს პირს, ყელს, იწვევს ხველებას, პირღებინებას, სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სავსებით შესაძლებელია პნევმონიის გამომწვევ მიზეზადაც იქცეს. Cinnamon Challenge პირველად 2001 წელს გამოჩნდა. ინტერნეტ სივრცეში და 2007 წლამდე პოპულარობას სულ უფრო და უფრო იხვეჭდა. 2010 წლისთვის YouTube-სა და სხვა სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი დებდა Cinnamon Challenge-ის ვიდეოებს. იგი პოპულარობას დღესაც არ კარგავს. თითქმის ყველას აინტერესებს, როგორ იტანჯება მისი საყვარელი YouTuber-ი. Ice Bucket Challenge. ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის ALS-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა Ice Bucket Challenge. ადამიანმა, რომელსაც გამოიწვევენ, თავზე ყინულებით სავსე წყალი უნდა გადაისხას. მას ამისთვის 24 საათი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში $100 უნდა გადარიცხოს. გადასხმის შემთხვევაში კი მხოლოდ 10. წყლის გადასხმის შემდეგ კი თავად უნდა გამოიწვიოს 3 ადამიანი. ამ საქველმოქმედო აქციაში არაერთი ცნობილი ადამიანი ჩაერთო. მარკ ცუკერბერგმა, ბილ გეიტსმა, მაიკლ ჯორდანმა, კრისტიანო რონალდუმ, ლებრონ ჯეიმსმა და სხვა არაერთმა ვარსკვლავმა თავზე ყინულებით სავსე წყლის გადასხმის ვიდეო გაავრცელა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმაც მიიღო აქციაში მონაწილეობა. მსახიობმა ვინ დიზელმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიწვია. ეს ჩელენჯი საქართველოშიც ძალიან პოპულარული იყო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში თანხას არავინ რიცხავდა. Mannequin Challenge. Mannequin Challenge-ის ძალიან დიდი ინტერნეტ ტრენდი იყო, რომელიც 2016 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მთელ მსოფლიოს მოედო. ამ ჩელენჯის დროს ადამიანები გაყინულ პოზაში არიან გადაღების მომენტში. ათლეტებმა, სტუდენტებმა, იქთნებმა და მათ შორის ცნობილმა სახეებმა, ისეთი როგორიცაა ადელი, თავიანთი ცვლილი შეიტანის Mannequin Challenge-ის ვერსიაში. ამ ვირუსულ გამოწვევაში ჩაბმული ადამიანები უწყვეტი კადრით იღებენ ვიდეოს, რომელშიც სხვადასხვა პოზებში გაშეშებულები დგანან, როგორც მანეკენები. ამ აქციაში ქართველებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას, მაგალითად, ჯიპას სტუდენტები ან პოლიტიკური პარტია გირჩი. კონდომის ჩელენჯი. წყლით სავსე ლატექსის პრეზერვატივს ერთ-ერთი მონაწილე თავზე ჩამოაცვამს მეორეს. საოცარი ის არის, რომ წყლით სავსე ბალონი არათუ სკდება, არამედ მთლიანად ფარავს მონაწილის თავს. ეს ჩელენჯი პოპულარული გახდა 2015 წლის ნოემბერს. უამრავი ასეთი უიღბლო მცდელობის შემდეგ ბევრი ადამიანი დარწმუნდა, რომ ამ ჩელენჯის გამოყენება დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ასეთი ვიდეოების გავრცელების შემდეგ ლატექსის პრეზერვატივები მალევე გამოილია ბაზარზე. Harlem Shake. სიმღერა Harlem Shake 2012 წლის მაისის დებიუტირების შემდეგ მთელმა მსოფლიომ აიტაცა. ამ სიმღერის 30 წამიანი ნაწყვეტის პაროდიებს უამრავი ადამიანი ასრულებდა და ვიდეოს სახით ანთავსებდა YouTube გვერდზე. ხალხი ამ მონაკვეთს ორიგინალური, კრეატიული და საკმაოდ სახალისო გზებით ასრულებდა. ისინი იყენებდნენ უამრავ უცნაურ და სახალისო კოსტუმებს. ამ ჩელენჯისთვის ცხარე წიწაკის ჩელენჯი. ამ ჩელენჯის გამოყენების დროს ადამიანები ცდილობენ ცხარე წიწაკის ჭამას, რის დროსაც მათი მიმიკების და გამომეტყველების დანახვა ძალიან სახალისო და სასაცილოა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი ეძებენ წყლით სავსე ჭიქას, პირის ღრუში დანთებული ცეცხლის ჩასაქრობად. ხსენებული ჩელენჯის ვიდეოები ნათლად გვიჩვენებს, თუ რა სტადიების გავლა უწევს მონაწილეებს ცხარე წიწაკის ჭამისას. ვიდეოს დასაწყისში მონაწილე წარმოგვიდგენს საკუთარ თავს და ჩელენჯის არსს. გვიჩვენებს წიწაკას და ხსნის, თუ რომელ სახეობას მიეკუთვნება ის. საუბედუროდ ეს ჩელენჯი რამდენიმე ადამიანისთვის არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. 2016 წლის სექტემბრის თვეში 5 ბავშვი გადაიყვანეს საავადმყოფოში ზემოთ აღნიშნული ჩელენჯის მცდელობისას. ქართველ იუთუბერებში ეს ჩელენჯი დღესაც აქტუალურია.
100 შრის ჩელენჯი. 2014 წელს ფრჩხილების დიზაინერმა, თუ რა ქვია ამ პროფესიას არ ვიცი, სახელად კრისტიან როუტმა სრულიად შემთხვევით შექმნა ინტერნეტ სენსაცია. როუტი მას პოლონურ მთას ეძახდა. ამ ჩელენჯის გამოყენება მოითხოვს დაახლოებით 15 საათს. იმისთვის, რომ თქვენს ფრჩხილებზე აღიბეჭდოს 116 ფერადი შრე, როდესაც ვიდეოს ნახვებმა 16 მილიონს გადააჭარბა. ხალხმა მას 100 layer challenge უწოდა. წლებზე მეტი ადამიანები იღებენ მსგავსი სახის ამაღელვებელ და შოკის მომგვრელ ვიდეოებს, რომლებშიც ნაჩვენებია თუ როგორ იყენებენ სხვადასხვა სახის ტექნიკას ფერადი ფრჩხილების მისაღებად. Whisper Challenge. ეს ჩელენჯი მოითხოვს სულ მცირე 2 ადამიანს და 1 ვიდეო კამერას. ერთი პირი იკეთებს ყურსასმენს და უსმენს მუსიკას ბოლო ხმაზე, მაშინ როდესაც მეორე მათგანი ამბობს მარტივ ფრაზას. მსმენელი ცდილობს ტუჩების მოძრაობით მიხვდეს თუ რას ამბობს მოსაუბრე. თუ ამ ჩელენჯში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, ის გაცილებით უფრო სახალისოა ხოლმე. ეცადი არ გაიცინო. ამ ჩელენჯის დროს თქვენ უყურებთ სხვადასხვა სასაცილო ვიდეოს და უნდა ეცადოთ თავი შეიკავოთ სიცილისგან. ამ ჩელენჯში ღიმილიც აკრძალულია, რაც მთავარია მისი გამოყენება ერთ ადამიანს შეუძლია. ეს იმდენად პოპულარული გახდა, რომ განსაკუთრებული ვიდეო დიზაინიც კი შეიქმნა სპეციალურად ამ ჩელენჯის მომხმარებლებისთვის, მაგალითად პატარების სიცილი, მათ მიერ სახალისო რაღაცეების კეთება და ასე შემდეგ. ესეც აქტუალურია ქართულ YouTube სივრცეში. Fluffy Bunny. Fluffy Bunny იგივე Chappy Bunny. შეიძლება იყოს როგორც გასართობი თამაში, ასევე საკმაოდ პოპულარული ვიდეოც. მონაწილეები თამაშს იწყებენ ცალ-ცალკე, სათითაოდ. ერთ-ერთი მათგანი პირში იდებს საკმაოდ მოზრდილ ზეფირს და ცდილობს გასაგებად თქვას Fluffy Bunny ან Chappy Bunny. თუ მან მის დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია, ამატებს სხვა უფრო დიდი ზომის ზეფირს და ცდილობს იგივე გაიმეოროს. ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ შეუძლებელი იქნება ამ ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ნახვამდის.